ეს ვაშლოვანია ჩემო მეგობრებო, ეს არის შეხვედრა სხვაგვარ საქართველოსთან. 2008 წელს აქ ერთმა კამერამ ჯიქი გადაიღო. არ ვიცით დარჩა თუ არა, მაგრამ იმეც რომ ვიტოვებთ ეს სიცხე ბრძოლა. აქ ბინადრობს საქართველოს ყველაზე შხამიანი ქვეწარმავალი გიურზა. ჩვენ ვნახავთ სამუხის ველს, რომელიც ქურციკების სამფლობელოა. ასევე დათვის ხევს და ულამაზეს ალესინებს. თითქოს ვინმე გულდასმით გამოთარა. ასევე ჩავალთ მიჯნის ყურეში, ბოლო წერტილს, სადაც ჩვენს დალოცვილ ალაზანს ვნახავთ და წარმოუდგენლად ლამაზ ყადებს გადიზიარებთ. ასე რომ მოგყავით მოგზაურობაში. ეს დათვის ხევია, რომელსაც ულამაზესი ალესილი კლდეები გადმოყურებს ზემოდან. აქ მილიონი წლის წინ ზღვა იყო. სწორედ ამიტომ არის ალესილი კლდეები და თიხნარები. მიწის სიღრმეებში დღესაც პოულობენ ძველი ზღვის ნიჟარებს. ახლა კი აქ უდაბნოა. სამუხის ველი ის ადგილია, სადაც ქურციკებს შეხვდებით. ისინი საქართველოს ბუნების ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი წარმომადგენლები არიან. გვინდოდა ახლოდან გადაგვიღო კადრები, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შევძელით. თუმცა შორიდან მაინც შევძელით და ვნახეთ. მეგობრებო, ეხლა ვარ სამუხის ველზე. ნახეთ ძალიან ბევრი ქურციკები და დიდი მადლობა ქართულ აზერბაიჯანულ დუეტს ამათი გამრავლებისთვის, რადგან მართლა აფრიკას გავს აქაურობა რა და ეს თითოეული ცხოველი თუ ქვეწარმავალი ალამაზებს ამ ყველაფერს რა. გზადაგზა ნელ-ნელა ჩაგერთვებით ისევ და ისევ და მიჯნის ყურაშიც გადავიღებთ კადრებს. ან საოცარ კადრებს. ესეთი მოსასვენებელი გვაქვს, რომ ამოვდივართ მიჯნის ყურემდე სანამ ჩავალთ. აი ესეთი ლამაზი და გემრიელი სკამები დგას. შეგვიძლია შევისვენოთ ცოტა ხანი. ეს არის საოცრება რა. საქართველოში თუ ასეთი ადგილი არსებობდა, მე წარმოდგენაც არ ქონდა. სანამ ჩემი თვალით არ ვახე. აი ჩემი ძმა მოდის ღვინით და ორი ჭიქით, ეხლა დავილოცებით და გავაგზავნებთ. აი ამ სილამაზის სადღეგრძელო როგორ ამბობ. მიჯნის ყურეს.
მეგობრებო, გიერთებით ისევ და ისევ. ჩამოვით როგორც იქნა მიჯნის ყურეში. ძალიან დამღლელი და რთული გზაა. მაგრამ აი ეს რო არ ნახოთ უბრალოდ გამორიცხულია რა. იმიტომ რომ აი აქედან იწყება ჩვენი საქართველო რა. ეს არის უდაბნო და ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ჩვენ სამშობლოში აი ესეთი უდაბნო შეგხვდებოდა და ეს კოტეჯი ვიქირავეთ ერთი ღამით. ოღონდ როგორ არ გიქმნა ბიჭო. და იმასაც დავძენ რომ ძალიან ბევრი კოღოა. ეხლა გაჩვენებთ ალაზანს. ძალიან დიდი მოდის ამ სეზონზე სხვათა შორის. აი ჩემი მეგობრებო, აქ ვითევზავებთ ამაღამ. კარგ მწვას დაუბრაწავთ, როგორც ქართველ და მით უმეტეს კახეთში მცხოვრებ ადამიანს შეეფერება. და დანარჩენს გზადაგზა გეტყვით, მე შემოგიერთებით ისევ და ისევ. აი ჩვენი ძმა ლუკინო, ამას ვენაცვალე. ძალიან დიდი მოდის ალაზანი. მთელი თევზი ახლა ამოსულია ჩვენსკენ. წნორი გურჯაანი, ბაკურციხე, მაგრამ აქაც ვცდით რა იქნებ რამე ისეთი სასიამოვნო ზომა დავსვეს და აი როგორი ცეცხლი გიზგიზებს. ეხლა ჩემმა ძმამ კოსტიამ სამწვადი ააცვა და ველოდებით რომ განელდეს დავაწყოთ. ღვინო გვიცივდება მაცივარში. აგესევი ჩაყრილია. რა ვიცი, დანარჩენი ალბათ ისე იქნება, რის იმედიც ჰქონდა რა. ყვალდილას დღეს თუ არა ჩაგერთვებით ისე. აი როგორ აყრის მარილს. რა ენაღულება არა, თავის წამოღებული კი არა. შეეწაგილო. აი ჩვენი გიუნა მოდის. აჰა, იდეალური წვადი იწვება სოსისთან ერთად. ამაზე მაგარი და ამაზე არაფერი არ არის. დილამშვიდობის მეგობრებო. გავიღვიძეთ აი ესეთი კოტეჯი გვაქვს. აი ესეთი კოტეჯი გვაქვს. აი ესეთ გარემოში მაინც კომფორტულად ხარ. ეს არის ჩვენი მიჯნის ყურე. ეხლა წავიდეთ 21 საუკუნის პოსტაში. საიდანაც შეგვიძლია რომ დავრეკოთ. სახში იქნება თუ მეგობართან იქნება თუ სადაც იქნება. აი, კიდე ერთი კოტეჯი დგას. ესეთი ლამაზი ბუნება გვაქვს მიჯნის ყურეში. ესენი ჩვენი რეინჯერები არიან. არიან ამ ბინაში. თუ რამე გჭირდებათ. ძალიან
ძალიან კარგი ადამიანები არიან. ესე ასეთი სილამაზე გვაქვს. საოცრებაა უბრალოდ რა. საოცრებაა უბრალოდ, იმიტომ რომ აი ესეთი ადგილი თუ საქართველოში არსებობდა და ძალიან ბევრჯერ გუშინას და დღესაც ვიმეორებ, ეს არის ქართული აფრიკა და სასწაულია პირდაპირ, აი. ჩვეულებრივი სასწაული. საოცრება. ეხლა გვინდა ასვლა გადმოსახეთზე აი ალაზანს, საიდანაც უყურებთ. სადაც იტოტება კალაპოტი და იმ სილამაზესაც გადავიღებ და აუცილებლად გაგიზიარებთ თქვენც. ეს არის ჩვენი პოსტა. ამ ადგილას იჭერს მხოლოდ ტელეფონი. ეს დასადები და აი აქეთ. სხვაგან არ იჭერს არსად. ამიყვარხართ და დროებით. ამოდივართ მეგობრებო, სადაც გითხარით. მიჯნის ყურეს უნდა გადავხედოთ ჩვენს ალაზანს. აქედან მე და ჩემი პატარა ძმა გიო და ესე ავალთ ამ ბილიგზე და ზევიდანაც გადავიღებთ მე საოცარ ქედს. აი ეს ზარმაც საზოგადოებაა ქვევით მანქანას და მის გველოდება, რომლებაც არ გარისკენ ჩვენთან ერთად წავასვლა. დროებით. ეს არის ჩვენი დალოცვილი საქართველო რა. აქეთ არის აზერბაიჯანის საზღვარი. აქეთ ალაზანი, იქით მაგარი ხედები. იქით მაგარი ხედები. უდაბნოში ამ უდაბნოს შესაფერისად ძალიან მაგარი გამწვანებაა რა. აი, თან გავიწყებს რომ უდაბნო არ არის და თან უდაბნოში ვართ. აი ნახეთ როგორი სერებია. აი სასწაულია რა, სასწაულია. უნდა მეგონება ვიღაც გავაბედო და უნდა ჩამოხვიდე რა. გახარჯაო ამ კლდეების გაკეთება. ვაიმე დედა. აი ესეთ ლამაზ ადგილას ვარ რა. სასწაულია, სასწაული, საოცრება. მე დავარქოვდი მერვე საოცრებას რა. გენაცვალეთ. ჩემო მეგობრებო, ჩვენი მოგზაურობა ვაშლოვანის ნაკრძალში დასრულდა. ნედმიერი ვარ, რომ ვიხილე ეს ულამაზესი ადგილი. ყველაზე მეტად გისმახარებს, რომ შევძელდა თქვენს გაგიზიარეთ ეს ემოცია. ხედებით, სიჩუმით და ბუნების მშვენიერებით. ჩემი დიდი თხოვნაა გამოიწეროთ და მოიწონოთ ჩემი არხი. რადგან ბევრი ვიდეოს დადება შევძლო. მადლობა.